ეს ვიდეო ახლა უკვე ათეულობით მილიონჯერ ნახეს. ეს არის თომი რობინსონი, რომელიც აქვეყნებს ამ კადრებს, რადგან წლებია ამბობს, რომ ეს მოხდებოდა და არავინ უსმენდა მას. და ეხლა დადასტურდა, რომ ის მართალი იყო. ალბათ ამ კადრების ყურებით გული ამერევა, ამიტომ შეიძლება უბრალოდ თვალები დავხუჭო. მაგრამ თუ გსურთ ნახოთ მტკიცებულება იმისა, თუ როგორია სინამდვილეში პოლიციის ძალადობა და რას ნიშნავს დისკრიმინაცია, მეგობრებო, ეს თქვენ წინაშია. მან გადახდა ამ ღობეებს და მსგავს რაღაცებს. და ის აქ არის. აშკარად ჩამოვარდა ქვემოდან, იქიდან მოცურდა, იქ კიდევ სხვა ფეხსაცმელია დარჩენილი, ძმაო. რა ქვია, ძმაო? ჰა? ვინმე კიდევ დაშავდა მის გარდა? ხო, მე, მან ჩემი ძმა დაიჭირა, ტურბანი მომხსნა. ამიტომ დავიწყე თავზე ხელის დადება. დაშავებული ხარ? ხო, თვალი მაქვს შეშუპებული, პატარა სილურჯე მაქვს. კარგი, ცოტა უკან დაიხიე ჩემთვის. ვიღაცამ ესენი გააჩერა. პირველი რაც შეამჩნიეთ, ის არის, რომ ჰენრის პასუხი თითქმის არ მესმოდა. ხო ესეა. თქვენც თითქმის არ გესმოდათ მისი პასუხი. ეხლა, ეს შეიძლება დრამა იყოს. ეს შეიძლება იყოს ვიღაცის თამაში, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ვიღაცამ უბრალოდ ვერ უპასუხა სწორად, რადგან იმდენჯერ დაჭრეს. კარგი, მოდი გამოგიყვანთ იქიდან, ხო ასეა? მე მოვიტან. დაუჭირე ზედამკლავზე, დაუჭირე მას. მეორე მკლავზე. რა დაგემართა, ხო ასეა? უბრალოდ შეხებაა. დაგჭირე სად? ეგ არის რაც გაქვს მეგობარო. არ მგონია რომ გაქვს მეგობარო. შეხედე მის ხელს, რადგან ეს სურათი ძალიან ვირუსულად გავრცელდა. ხედავ, რამდენად ნაცრისფერია მისი ხელი. რამდენი სისხლია. შეხედე ფერის განსხვავებას. ხედავ ფერის განსხვავებას. მისი ხელი გავს ვინმეს ხელს, ვინც შეიძლება ზომბი იყოს. და ეს არის სურათი, რომელზეც ყველა ლაპარაკობს, რადგან თუ ერთი წამით შეხედავ ამ ხელს, დაინახავ, რომ ამ კაცს სინამდვილეში სისხლი ეწურება. ხელი. არა, ვერ სუნთქავ. ჩადე ხელი ბორკილში, ძმაო. ხო. This is like times this has happened to us. You've been walking, you can't nothing happens. სენდი დანით არის დაჭრილი. ესე რომ სად დაჭრეს? აჭრეს. სახეში. არა, მაგრამ უნდა შევამოწმოთ. ეს კარგია მათი მხრიდან. ვიდეოს დაწყებიდან 1 წუთი და 33 წამია გასული და მათ გადაწყვიტეს, რომ დროა შეამოწმონ მართლა დანით არის დაჭრილი თუ არა ეს კაცი, რომელიც იატაკზე წევს და არაფერს აკეთებს, რადგან სინამდვილეში ვერ მოძრაობს. სახეში. უბრალოდ დაახევინეთ ესენი, აიღეთ მათი მონაცეცემები და მე ყურადღებას მივახცერ. კარგი, დაგდოღოთ გვერდზე გადაბრუნებული ძმაო. უნდა წავიკითხო რიფი მაშინ. კარგი, ვეღარ უყურებ მეც. ეს კაცი აქ რამდენჯერმე ამბობს, ვერ ვსუნთქავ. და ისინი უბრალოდ უგულებელყოფენ ამას. პირდაპირ უგულებელყოფენ. კარგი? მოდით განვიხილოთ დანარჩენი რაც აქ ხდება, რადგან ეს ამბავი უბრალოდ სრულიად შეშლილია. და არ არის გასაკვირი, რომ ეს ამბავი გაერთიანებულ სამეფოში და მთელ მსოფლიოში ხალხს სრულიად აფორიაქებს, რადგან ეს ნამდვილად ნათელი ნიშანია იმისა, რაც არასწორად ხდება. და როგორც ამ გადაცემაში ბევრჯერ გვითქვამს, რადგან ჩვენ აქ The Pushback-ში ვართ და წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობთ, ასე რომ აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. ამ წუთას გადაცემის რეკლამირებაც კი არ შემიძლია, უბრალოდ ცუდად ვარ. ეს კაცი ნათლად აჩვენებს რა ემართება ევროპას. თეთრკანიანი მამაკაცი, რომელსაც სრულიად უგულებელყოფენ იმის შიშით, რომ რასისტად ჩათვლიან, იმის შიშით, რომ სწორად არ მოიქცევიან, რომ დისკრიმინაციულები იქნებიან და მაინც თეთრკანიანებს პირდაპირ დისკრიმინაციას უწევენ მუდმივად, იმ მიზეზით, რომ არ უნდათ რასისტებად ან რელიგიის წინააღმდეგად გამოჩნდნენ და ასე შემდეგ. ეს საზიზღრობა. მაშინაც კი როცა პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ჰენრი რამდენჯერმე იყო დანით დაჭრილი, მათ მაინც არ დაადეს ხელბორკილი დიგბოს. მას არ დაადეს ხელბორკილი. ხელბორკილი როცა პოლიციის მანქანაში სვამდნენ. მას მოუარეს. წაიყვანეს რომ აერჩია რა საჭმელი უნდოდა ხელბორკილის გარეშე. ვინმე სოდესმე დაუკავებიათ. ყოველთვის ხელბორკილს გადებენ. კეთრ ბიჭებს მაინც ასე ექცევიან. რატომ არ დაადეს მათ საერთოდ ხელბორკილი? რატომ მქონდა მომაყლავ თეთრ ბიჭს ხელები ზურგს უკან შეკრული? ხელები ზურგს უკან. ის საერთოდ არ ეწინააღმდეგებოდა. უბრალოდ ეგდო და გადარჩენას ცდილობდა. რატომ მქონდა მას ხელბორკილი?
გულისხმობ, მგონია რომ ეს კითხვა ყველას უჩნდება, ხო ასეა? ბენი ჯონსონმა გამოაქვეყნა, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტო ინტერნეტში ამჟამად. ჰენრი ნოაკს ხელბორკილი ადევს, ფენქუთალია სისხლის დაკარგვის გამო. უბრალოდ შეხედეთ. ეს მკვდარი ადამიანის ხელი გავს, ხო ასეა? ჰენრი კვდება. ბრიტანელი ხელისუფლების დემონური ხელი მას აკავებს, მაშინ როცა ისინი მის მიგრანტ მკვლელს ანებივრებენ. ჰენრი სისხლისგან იცლება, სანამ ბრიტანელი პოლიციელები და მიგრანტი მას შეურაცხყოფას აყენებენ. კარგი? ეხლა ყველა ამ ამბავზე შოქშია. კიდევ ერთხელ კარგი ამბავი ისაა, რომ X-ის წყალობით ხალხმა ეს ამბავი გაიგო, რადგან ამდენიმე დღის განმავლობაში ეს ამბავი არსად იყო, ვერ იპოვით იმას ახალ ამბებში მედიაში. და ახლა ყველა ამაზე ლაპარაკობს, რადგან X-ზე ხალხმა არ შეწყვიტა ამ ამბის გავრცელება. დაფიქრდით ამაზე. პოლიციელის ყველაზე დიდი შიში დღეს ქუჩაში თავისი მოვალეობის შესრულებისას არის ის, რომ შეიძლება დაადანაშაულონ რასობრივად მიკერძოებულ ქმედებაში. ეს შიში ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე მიწაზე მყოფი, სიკვდილის პირას მყოფი კაცის დახმარება. ჰენრის ოჯახმა ამაზე უპასუხა საოცრად ღირსეული გზით. მოდით ნახოთ, როგორ უპასუხა ჰენრის ოჯახმა ამას და შემდეგ შეგვიძლია უფრო დეტალურად განვიხილოთ ყველაფერი, რაც სიანდვილეში მოხდა. აი ჰენრის ოჯახი. ხომელთა ჩემო, უბრალოდ დაუჯერებლად შოკის მომგვრელია რაც ხდება. ეს მართლაც დაუჯერებლად გულისამრევია. ყველაფერი რაც ამ საქმეში ვნახეთ. მართვა გულისამრევია. ეხა მინდა რომ ნათელი იყოს. ამაზე სევდას გძნობ. ვიცი რომ ინტერნეტი აღშფოთებულია და გაბრაზებული, მაგრამ მე მართვა გულწრფელად ცუდად გძნობ თავს ამ ამბის გამო, რადგან ყველაფერი ამაში იმდენად არასწორია. ოჯახი, ის ფაქტი რომ ოჯახმა შვილი დაკარგა, პირდაპირ მნიშვნელობით უმიზეზოდ. პოლიციელების ცხოვრება, რომლებიც ახლა სრულიად განადგურებულები არიან, როგორც უნდა იყოს, რადგან ეს უბრალოდ ესეთი უპასუხისმგებლო ქცევაა. მაგრამ საზოგადოება, რომელიც იმდენად დაიშალა, რომ ეს ნორმად იქცა, არ მაბრაზებს, უბრალოდ ცუდად მხდის ეს ყველაფერი. ეს მთელი ამბავი ისე ძალიან მაწუხებს, რომ არ ვიცი, ადამიანები ამას ნამდვილად ამახვილებენ თუ არა ყურადღებას. ყველა ამას რასასიზმის თემად იყენებს და დიახ, ეს მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს იმდენად სამწუხაროა, რომ პოლიციელები უფრო მეტად ეშინიათ, რომ რასისტებად მოიხსენიებენ, ვიდრე იმის, რომ ვიღაცის სიცოცხლე დაიკარგოს. აქამდე მივედით, აი ესეთი ცუდი მდგომარეობაა ჩვენ საზოგადოებაში. ეხლა მოусმინოთ, რას ამბობს ჰენრის მამა ამ ყველაფერზე. მართლა საზიზღარია ეს ყველაფერი. და შემდეგ გადავიდეთ იმაზე, რომ სიკი კაცის განაჩენი უკვე გამოცხადებულია. ჩემს მარცხნივ ზის ჩემი ქალიშვილი, ოლივია ნოვაკი, ჰენრის უფროსი და მის მარცხნივ კი ლუსი როსია, ჰენრი ნოვაკის დედა. საჯულებმა დაადასტურეს ის, რაც ყოველთვის ვიცოდით. ჰენრის სიცოცხლე უკანონოდ, ძალადობრივად და ყოველგვარი გამართლების გარეშე წაართვეს. ჰენრი 18 წლის იყო. ის კეთილი, ამბიციური, საყვარელი და დიდი პოტენციალის მქონე ადამიანი იყო. მას მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა. დასამთავრებელი ჰქონდა უნივერსიტეტი, სანახავი ადგილები და ასაშენებელი მომავალი. ეს მომავალი მას წაართვეს და არც ერთი განაჩენი ან სასჯელი მას აღარ დაუბრუნებს. ჰენრის არაფერი დაუშავებია. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე კეთილი, მეგობრული და ყველაზე შენწყნარებელი ადამიანი, ვისაც კი ოდესმე შეხვდებოდით. ის ყველა მხრივ საოცარი ადამიანი იყო. გასული წლის 3 დეკემბერს ჰენრი ღამის გართობიდან სახლში ბრუნდებოდა თავისი უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდის თანაგუნდელებთან ერთად, როდესაც შეხვდა ვიკრამ დიგვას, კაცს, რომელიც ბრიტანეთის ქუჩებში ღიად ატარებდა დიდ დანას. იმ დანით ჰენრის სიცოცხლე წაართვეს. სახლში მიმავალს უსაფრთხოდ უნდა ეგზნო თავი. ამის ნაცვლად ის კიდევ ერთი ახალგაზრდა გახდა, რომელიც ამ ქვეყანაში დანით ჩადენილი დანაშაულის სასტიკ რეალობას ემსხვერპლა. ჰენრის რამდენჯერმე დაარქვეს დანა. და როცა მისი გუნკერდის სისხლით აივსო, გაქცევა სცადა. მას მისდევდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და იღებდნენ ვიდეოზე ვიკრამ დიგვა და სხვები. როცა პოლიცია მივიდა, ჰენრი იატაკზე ითვა. ძლივს შეეძლო წამოჯდომა და აშკარად მძიმე სამედიცინო მდგომარეობაში იყო. ბოლო სიტყვებით მან პოლიციელებს უთხრა, რომ ვერც უნთქავდა, უთხრა, რომ დანით იყო დაჭრილი. სინამდვილეში ჰენრიმ პოლიციელებს 9ჯერ უთხრა, რომ ვერც უნთქავდა. მან უთხრა, რომ 4ჯერ დანით დაჭრეს. 9ჯერ თქვა, რომ ვერ სუნთქავს. და არა უბრალოდ ვერ სუნთქავ, არამედ ვერ სუნთქავ, ვერ სუნთქავ, ვერ სუნთქავ, ვერ სუნთქავ, ვერ სუნთქავ, ვერ სუნთქავ. ეს გულსადგენია. ერთ-ერთი ოფიცრის პასუხი იყო. ამ გონია, რომ ასე იყოს მეგობარო. პოლიციამ განაცხადა, რომ კვლევმა ისინი შეცდომაში შეიყვანა და რომ ადგილზე მისვლისას სიტუაცია რთული იყო. შემიძლია უბრალოდ თქვა, რომ რა თქმა უნდა მკვლელმა შეგიყვანა შეცდომაში. სწორედ ეს არის მკვლელის საქმე.
შედიყვანოთ შეცდომაში და არ დაგაფიქროთ, რომ ეს ის არის. სწორედ პოლიციის საქმეა შეძლოს დაადგინოს რა ხდება ადგილზე. სამწუხაროდ ჩვენთვის სიმართლე ბევრად უფრო მარტივია. პოლიციას უთხრა როგორც ჩვენს მაშულმა, ასევე ერთმა მოქალაქემ, რომელმაც 999-ჯერ დარეკა, რომ მათ გაიგეს ვიღაცის ხვირილი, რომ დაჭრილი იყო. მაგრამ პოლიციამ მათ არ დაუჯერა. ჰენრი გაათრიეს ხრეშზე, ხელები ზურგს უკან დაუჭირეს და ხელბორკილები დაადეს. მკვდარი მსხვერპლის ნაცვლად პოლიციამ ჰენრი ოფიციალურად დააკავა თავდასხმისთვის და წაუკითხა მისი უფლებები. ეს იყო ბოლო რამ, რაც მან მოისმინა. ჰენრი ღირსებით არ გარდაცვლილა. მას თავისი უფლებები წაუკითხეს. მისი უფლებები, როგორც გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეს. მისი უფლებები. რომ მას კანონის მიხედვით ჰქონდა უფლება ხელბორკილებით სისხლი დაეკარგა, მაშინ როცა მის მკვლელს ხელბორკილები არ ადებდნენ. ის არ მომკვდარა იმ ზრუნვით, რასაც იმსახურებდა. მან გონება დაკარგა მანამდე, სანამ ვინმე დაუჯერებდა. ნება მომეცით, აბსოლუტურად ნათლად თქვა. ჩვენ სრულად და 100%-ით ვაკისრებთ პასუხისმგებლობას უიკრამ დიგვას, ჩვენი შვილის სასტიკ მკვლელობაზე. მაგრამ ჰენრი არ უნდა მომკვდარიყო. საუთჰემპტონის ქუჩებში, პოლიციის პატიმრობაში, მისი მიმართ მოპყრობა იყო არაადამიანური და დამამცირებელი. მისი მკვლელი კი ღირსეულად მოერცხნენ. მას დაუჯერეს. დაპატიმრებისას ხელბორკილები არ დაუდიათ. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას მას ხელბორკილები არ დაუდიათ. როგორც ჩვენ გვესმის, მას საერთოდ არასდროს დაუდიათ ხელბორკილები. და როგორც ვიკრამ დიგონ თავად განაცხადა სასამართლოში, ჰენრის მკვლელობისთვის დაკავებისას პოლიცია მის სამზარეულოში წაიყვანა, რათა თავად აერჩია საჭმელი. აი რატო ხდება ეს დიდი ბრიტანეთისთვის ჯორჯ ფლოიდის მომენტი? რადგან სწორედ ეს არის. ეს არის ის, რაც ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ გამოიღვიძონ, რადგან ხალხი უკვე კარგა ხანია იღვიძებს. მაგრამ ეხლა როცა ამას ასე აშკარად, ასე ნათლად ხედავ, სისტემის თავხედობა. მის თავხედობა. ის რომ ახალგაზრდა ბიჭს უბრალოდ სიკვდილის უფლებას აძლევენ, მაშინ როცა მის მკვლელს სამზარეულოში საჭმელს აძლევენ მხოლოდ რასიზმის გამო, ეს სიგიჟეა. სხვათა შორის ამ ბიჭმა ეს გამოაკვეტნა და გულწრფელად რო გითხრათ, ძალიან კარგად ვიგებ ამას. რა გაგხადა რადიკალურად განწყობილი? ეს გოგოა, რომელიც დაჭრეს. ესაა ჩარლი კუკი, რომელიც მოკლეს. ესაა ჰენრი ნოაკი. ეს ის გრძნობაა, როცა ჩვენი ხალხი კლავენ და ეს თითქოს ნორმალურად აღიქმება. მაშინ როცა ამაში არაფერია ნორმალური. და უცნაური ისაა, რომ რასაც ეს ბიჭი წერს, სწორედ ამან გაგხადა რადიკალურად განწყობილი. მე თავი რადიკალად არ მიმაჩნია. და მგონია, რომ უმეტესობა ვინც უყურებს ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხებზე ხმამაღლა საუბრობენ, ფიქრობს, რატო ხარ ასეთი უკიდურესი. არაფერია უკიდურესი იმაში, რომ თქვა, არ მინდა კაცები ქუჩაში დადიოდნენ, დაჭრილიყვნენ და მოკვდნენ. არ მინდა ქალები გალიებში გამოკეტონ და გააუპატიურონ. აღარ მინდა ეს დაპყრობა. საკმარისია უკვე. მინდა ჩემი საზოგადოება ნორმალურად იქცეოდეს და ეს საფრთხეები არ შემოიტანოს. ეხლა ვფიქრობ, რომ უნდა ვისაუბროთ სიქების მოძრაობაზე და სიქების ოჯახზე ცოტა ხნით, რადგან აქ რაც მოხდა, ნამდვილად სიგიჟე იყო. მაგრამ ის ნაწილი, რაც ბევრ ადამიანს გამორჩა, არის ის, რომ დიგგვას ოჯახმა განზრახ დამალა და დაფარა ბევრი ინფორმაცია, რათა ამ კაცს გაქცევა შეძლებოდა. ეხლა როგორც ვიცი, მას 21 წლით მიუსაჯეს, ან სამუდამოდ ან რაღაც ამდაგვარი და ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ციხიდან ვერ გამოვა, რადგან ეს მალე გადაიქცევა გიჟურ პოლიტიკურ მოძრაობად. თუ ის ახალგაზრდა გოგონა თუ მისი და არ გახდება ყველაფრის მთავარი წარმომადგენელი რაც ხდება, ძალიან გამიკვირდება. ეს გამოიყენება პოლიტიკური მანევრებისთვის დიდ ბრიტანეთში, როგორც ზუსტად უნდა იყოს. და ეს უნდა გამოიყენებოდეს ყველა ქვეყანაში, როგორც სიმბოლო იმისა, რა ხდება, როცა ესეთ აბსურდულ რასისტულ მენტალიტეტს აძლევთ გასახანს. მოდი წავიკითხოთ დიგვა სტამპის ოჯახის განცხადება. ახალგაზრდა სიცოცხლის დაკარგვა არის ტკივილი, რომელიც არც ერთ ოჯახს არ უნდა ატაროს. ჩვენ გულწრფელად ვწუხართ იმ ტკივილისა და ტანჯვის გამო, რაც ნოაკის ოჯახმა გადაიტანა. ჩვენ გვიყვარს ვიკრამი და კვლავაც გვეყვარება. ეს სისხლი არ ეწინააღმდეგება იმ წუხარებას, რასაც ნოაკის ოჯახის მიმართ გვწნობთ. ორივე რეალურია და ორივე ჩვენთან დარჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ყველაფერს გავიღებდით, რომ დრო უკან დაგვებრუნებინა და იმ ღამით ჰენრისა და ვიკრამის გზები არ გადაკვეთილიყო. ჩვენ ვერ შევცვლით იმას, რაც უკვე მოხდა. უბრალოდ ვიმედოვნებთ, რომ ამ ამბის გამო აღარავინ დაზარალდება. მიხდით ბოდიშს სიქთა საზოგადოებას ჩვენი შვილის ქმედებების გამო, რომლებმაც უსამართლოდ დააზიანა საზოგადოების რეპუტაცია. გთხოვთ, ეს ტრაგედია არ გამოიყენოს არავინ იმისთვის, რომ გააღვივოს დაპირისპირება ან დრული დამოკიდებულება რომელიმე საზოგადოების მიმართ. ეხლა გთხოვთ, მოგცეთ პირადი სივრცე, რათა შევეგუოთ იმას, რაც წინ გველოდება. იცით რა არის ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერში?
იმის გარდა რომ ეს განცხადება ჩემი აზრით უბრალოდ ყველას ძალიან აღიზიანებს, ის არის რომ მე არ ფიქრობ რომ ხალხი ძალიან გაბრაზებულია სიქთა საზოგადოებაზე. მე ვფიქრობ რომ ჩვენ საერთოდ არ გაგვიგია ვიგრამის ისტორია. რა სჭირდა მას? რატომ გააკეთა ეს? რა მიიყვანა ასეთ თავდასხმამდე? და უმეტესობა ვინც სიქებს იცნობს, სინამდვილეში ძალიან უყვართ ისინი. ისინი შესანიშნავი საზოგადოება, ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველი საზოგადოება. და სიქთა განცხადება ამ საკითხზე საკმაოდ პატივსაცემია. მოდი მოვისმინოთ რა სიტყვის ის. ჩვენ სრულად ვგმობთ ამ ქმედებას, ყველაზე მკაცრი ფორმით. ამისთვის ადგილი არ არსებობს. და ვინც ამით არის დარწმუნებული ან გაურკვეველია, ძალიან კატეგორიული იქნება. ეს პიროვნება ვიკრამ დიგვა თავის განცხადებებში ტყუოდა. ცხადია, რომ მას არ ქონდა განზრახული ჰენრი ნოვაკის მოკლა. მისი განზრახვა არ იყო დაპირისპირების ძიება ან არანაირი დაპირისპირება, ეს უბრალოდ მოხდა. ისინი ქუჩაში იყვნენ. ეს მოხდა. ეს გამწვავდა. მას შემდეგ რაც ეს გამწვავდა, როგორც ადრე ვთქვი, ვიკრამს ჰქონდა არჩევანი. მან აირჩია ის, რაც გააკეთა. და ამისთვის მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი. მინდა გამოვყოს სრული განსხვავება ამ შემთხვევასა და იმაზე, რაც ხდება, როცა ისლამისტური დანაშაული ხდება. რადგან ვფიქრობ, დიდი განსხვავებაა. მაშინ, როდესაც ისლამისტურ მოძრაობაში ისინი არ გამოდიან და არ გმობენ მომხდარს. მობენ მომხდარს. ფაქტობრივად ისინი ხშირად კულისებში აღნიშნავენ ამას. აქ კი ეს კაცი ამბობს, რომ რაც აქ მოხდა, სრულიად მიუღებელია, მაგრამ ეს მისი ქმედებაა და არ განსაზღვრავს მთელ ჩვენ საზოგადოებას. ვფიქრობ, ეს არის მთავარი განსხვავება. ვაპირებთ ვისაუბროთ იმაზე, რომ ვიგრამ დიგის მთელი ოჯახი დაეხმარა მას დანაშაულის დაფარვაში. მათ შორის დედამისმა დამალა დანა და მამამისი იმალებოდა, მალავდა იმას, რომ ჰენრი ნოვაკი აშენებდა რაღაცას, ჯექსობია კი. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. მომხდარის დროს თავდამსხმელი პირდაპირ პოლიციელების წინ ატარებდა დანას, როცა პოლიცია მივიდა და მაინც პოლიციას არ სჯეროდა, რომ ჰენრი დაჭრილი იყო. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე შოკის მომგვრელი დევნის შემთხვევა, რაც კი უდესმე უნახავს ქვეყანას. ვინც არიცით, სიქების რელიგიაში ადამიანს უფლება აქვს ატაროს და კონდეს დანა. ზიანდურეში ეს აუცილებელიცაა, რადგან ისინი ძალიან დაჩაგრულიერი იყვნენ ისლამიზაციის პერიოდში. ისინი ატარებდნენ და იყენებდნენ დანებს, რათა შეძლებოდათ თავდაცვა მათზე თავდამსხმელების წინააღმდეგ. მაგრამ ეს სრულიად განსხვავდება იმ შემთხვევისგან, როცა ვინმე ამას იყენებს იმისთვის, რომ ვინმე დაჯრას, რაც აშკარად არ არის სწორი. დაიმახსოვრეთ, ეს საინტერესო რამეა, რაც და Woke News-მა გამოაქვეყნა. მაინტერესებს, რატო არ აკეთებს მემარცხენე მხარე ამას, Henry I can't breathe-თვის. მე ვერ ვსუნთქავ. ეს იყო ის, რაც მათ ჯორჯ ფლოიდისთვის გააკეთეს, როგორც ალბათ ყველამ კარგად გახსოვთ. მე ვერ ვსუნთქავ. როდესაც საქმე ეხებოდა ვიღაცას, სხვა რასის წარმომადგენელს, აშკარად ამ ეტაპზე ეს საკმაოდ ნათელია, მთელი მსოფლიო მზად იყო გამომოსულიყო და ამაზე აღშფოთებულიყო. ეს არის დანა, რომელიც ვიკრამ დიგვამ გამოიყენა ჰენრი ნოვაკის მოსაკლავად. მან თქვა, რომ მას თან ატარებდა როგორც თავისი სიქური რწმენის ნაწილი. ეს არის მარიო ნალფალის მიერ. სიქებს დიდ ბრიტანეთში ნებადართული აქვთ ატარონ დანა, რომელსაც კირპანი ეწოდება, მაგრამ ჩვეულებრივი ბრიტანელებისთვის თუ ისინი ატარებენ დანას იგივე ზომის, მათ ციხის სასჯელი ამუქრებათ. მონათლული სიქები ამბობენ, რომ კირპანის ტარება სავალდებულო რწმენის ატრიბუტია და ეს არ ექვემდებარება მოლაპარაკებას. თუმცა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შემოიღო მკაცრი წესები მათი ტარების შესახებ. ამიტომ ბევრი სიქი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს ან მოგზაურობს, არჩევს კირპანის სახში დატოვოს ან ატაროს სიმბოლური პატარა გუსაკიტი. დროა დიდმა ბრიტანეთმაც იგივე გააკეთოს. ეს საინტერესო ამბავია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ფაქტია და ამაზე ბევრი მსჯელობაა საჭირო, რადგან აქ კითხვა, უნდა მიეცეთ ადამიანებს უფლება ქუჩაში დანებით იარონ. ეხლა გაგახსენებთ იმ აბსურდულ ინტერვიუს იდრის ელბასთან, სადაც ის ამბობს, დიახ, ყველა სამზარეულოს დანა რბილი უნდა იყოს, რომ ხალხმა ვერ დაჩხლიტოსო. მაგრამ აქ მაინც არსებობს კითხვა. რატო არ შეუძლიათ ჩვეულებრივ ადამიანებს დანის ტარება? მაგრამ მათ შეუძლიათ, ეს მათი რელიგიური თავისუფლების ნაწილია. და ჩვენ ნამდვილად არ გვსმენია ბევრი სიხების დანაშაულის, დანით ჩადენივი დანაშაულის შესახებ. მთელი სიხების ხალხი უნდა აღმოჩნდეს ამ რთულ რელიგიურ მდგომარეობაში ერთი ადამიანის ქმედების გამო. კითხვები, რომლებზეც პასუხი უნდა გაეცეს. და ეს არის ის, რაშიც კიდევ უფრო და უფრო წინ წავალთ, ვეცდებით გავარკვიოთ ზღვარი რელიგიასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას შორის. სად გადის ეს ზღვარი? ჯერ კიდევ გაურკვეველია. ეს არის ჰემპშირის პოლიციის ხელმძღვანელი, რომლის გადაყენებასაც ხალხი ითხოვს. ესენი არიან ორი პოლიციის ოფიცერი, კრისტი ჰილი და ტრისტან პარსონსი, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ და მე არ ფიქრობ, რომ ისინი კიდევ დიდხანს დარჩებიან პოლიციის ოფიცრებად. ცხადია, შინაგან საქმეთა მინისტრი შაბანა მაჰმუდი უნდა გააკეთოს განცხადება თემთა პალატაში ჰენრი ნოვაკის შესახებ 2:30-ზე. რატო?
რატო? ანუ რატო დასჭირდა ამდენი დრო განცხადების გაკეთებას? თქვენ ყველამ ზუსტად იცით, რატომაც დასჭირდა ამდენი დრო და ეს ჰემპშირის პოლიციიდანა. ჩვენი ოფიცრები შეცდომაში შეიყვანეს შემთხვევის ადგილზე, მათ შორის იარაღის გამყენების უარყოფაც. ისინი სწრაფად გადავიდნენ სიცოცხლის გადამჩენ დახმარებაზე რამდენიმე წუთში, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენს განცხადებაშია აღწერილი. სამედიცინო მკითხველები აჩვენებს, რომ ამ დაზიანებებით გადარჩენა შეუძლებელი იყო. ძალიან სამწუხარო შემთხვევაა. ჩვენი ფიქრები მის ოჯახთანაა. მათ ეს ტვიტი საკმაოდ მალე წაშალეს, როგორც ალბათ არ გაგიკვირდებათ. ეს ამბავი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჰენრი ნოაკი გახდება სიმბოლო იმისა, რას ნიშნავს საზოგადოებისთვის აბსოლუტურად რასისტული დამოკიდებულება საკუთარი საზოგადოების წევრების მიმართ, სხვების მხარდასაჭერად. როდესაც უმცირესობებს აძლევენ საშუალებას, რომ აქ პირველები და აქ მეორეები გახდნენ, რომ იყვნენ გაერთიანებული სამეფოს ხალხი, ფიქრობ მნიშვნელოვანია აღნიშნო, რომ ისი ბრიტანელი სტუდენტი 18 წლის ეს უბრალოდ მიუღებელია. და როცა ვსაუბრობთ ყველაფერზე, რასაც ჩვენ საზოგადოებებში ვხედავთ და ამ დეგრადაციაზე, სად არიან კაცები, რომ დაგვიცვან. აი ეს ხდება კულისებში, ან ეხლა უკვე ყველას თვალწინ და სწორედ ამ საკითხებზე უნდა ვსაუბრობდეთ, რადგან ხშირად ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, თუ როგორ ექცევიან ქალებს ცუდად. ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, როგორ ინგრევა ჩვენი მთავრობები. მაგრამ ბევრი ყურადღება არ მიგვიქცევია იმაზე, რას განიცდიან ახალგაზრდა კაცები ჩვენ საზოგადოებაში. და როცა გვინდა რომ ჩვენს ახალგაზრდა კაცებს თავი დაიცვან და ჩვენც დაგვიცვან და როცა ისინი ხვდებიან, რომ თუ ამას შეეცდებიან, შეიძლება მთელი ცხოვრება რასისტებად შერაცხონ, ან კიდევ უარესი, სიცოცხლე დაკარგონ ვიღაცის ხელით და პოლიციაც კი ვერ გადაგარჩენს, რას ვაკეთებთ? სად მივედით? როგორც საზოგადოება. როგორც უკვე ვთქვი, ვფიქრობ ეს ამბავი მხოლოდ დასაწყისშია და ჩვენ მას დეტალურად გავაშუქებთ, რადგან ეს ყველასთვის გამაფრთხილებელი ნიშანია. ყოველი ქვეყანა, რომელმაც დაუშვა იმიგრაციის ბატონობა, ისლამისტური იდეოლოგიის ბატონობა, იმ იდეოლოგიის ბატონობა, რომელიც შემოვიდა და ამბობს და შეიძლება იკითხოთ, რატო ამბობ ისლამისტურს, თუ ეს სიქებია, მართალი ხართ, მაგრამ ეს არის იდეოლოგია, რომელიც შემოვიდა და ამბობს, რომ შეგვიძლია ყველაფერი ჩვენს ნებაზე გავაკეთოთ და ყველაფერი დავიპყროთ. შიში იმისა, რომ ვინმეს რასისტს უწოდებენ, იწყება სწორედ მაშინ, როცა ეს ისლამისტური იდეოლოგია შემოდის. და ეხლა პოლიციის ოფიცრები, ან უკვე დიდი ხანია ვეღარც კი იცავენ ჩვენს ხალხს. აქ რაღაც ძალიან არასწორადა. მადლობა ყურადღებისთვის, დღებისთვის.